რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ძალიან მტკივნეული კითხვა მოგწამლეს თუ არა 2024 წლის დეკემბერში. გამოიყენა თუ არა პოლიციამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები და იყო თუ არა ეს ქიმიური იარაღი. თუ ესეა, ეს არის ძალიან მძიმე შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს დაზარალებული. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიება, სადაც იყო ნაჩვენები ის დღეები, რაც გაიარა ქვეყანამ 24 წლის დეკემბერში. მაგ დროს მე და ჩემი კოლეგებიც ვამბობდით, რომ იყო გამოყენებული ქიმიური იარაღი. 9 აპრილის დეჟავიუ მაქვს, მაშინ 18 წლის ვიყავი, როცა ეს გაზები ესე გამოიყენეს და დღემდე ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, არიან დაზიანებული ამ გაზის გამოყენებით. უშინ მე მითხრეს, რომ ეს თუნდაც ბრძანება ყოფილა, რომ დართეს ნება ამ ორი ნივთიერების შერევის, რაც საერთაშორისო კონვენციებით არის აკრძალული, წყლის ჭავლი აძლიერებს შეღწევადობას ქსოვილებში ამ ტოქსიური ნივთიერებების. დანაშაული, რომელსაც უყურებთ ჩვენ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ექიმების მოთხოვნა საერთოდ შეწყდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. რაღაცა იყო გარეული წყლის ჭავლში, რომელმაც გამოიწვია გრძელვადიანი ეფექტები და ვამბობდით, რომ მაშინვე უნდა გასაჯაროებულიყო ის ნივთიერება, რომელიც იყო გამოყენებული, თუმცა ეს ნივთიერება არავინ არ გასაჯაროვა სამწუხაროდ და ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, BBC-ს საზოგადოებრივ მაუწყებელმა თქვა, რომ იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, რომელიც დღეს აკრძალულია კონვენციით და მათი გამოყენება იწვევს ჯანმრთელობის საკმაოდ დიდ ზიანს. ძალიან აიხლართა ეს დღეები, პროპაგანდა ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდა გვითხრან, არ უნდა გვითხრან, რა ნივთიერება იყო, რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა ამ ნივთიერებებს, თუმცა ერთი წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობდა, რომ კი ნამდვილად ჩვენ შეუძლიათ წყლის ჭავლში ნივთიერება და გამოვიყენეთ ის დემონსტრაციის დაშლის დროს. შესაძლებელია, რომ წყლის ჭავლში იქნეს გარეული შესაბამისი, ესე ვთქვათ, ნივთიერებები, რომელიც დაშვებულია კანონით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გაზი იქნება თუ სხვა საშუალებები, რაც ასე საღებავით შეიძლება იყოს გარეული და ასე შემდეგ. როდესაც დგას ამის საჭიროება და არის ამის სამართლებრივი საფუძვლები, პოლიცია იყენებს ამ საშუალებას. BBC-ს გამოძიების შემდეგ იმედმა მოიპოვა თითქოს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ 2007-9 წელს იყო შეძენილი ეს ნივთიერებები, ოღონდ რა თქმა უნდა დაბრალდა ყოფილ ხელისუფლებას და ეს იყო მათი ასე ვთქვათ ექსკლუზივი, რომ აი ყოფილ ხელისუფლებამ ეს შეიძინა. თუმცა ზუსტად რამოდენიმე საათის შემდეგ გამოდის ეხლანდელი შშს მინისტრი და ამბობს, რომ ეს ნივთიერება საერთოდ არ ქონია. მე პირადად გავეცანი ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. არც ერთი მაღალ ჩინოსანი არ ამბობს, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული. ამ დროს ძალიან კომპეტენტური ტოქსიკოლოგი, რომელიც საუბრობს BBC-ს გამოძიებაში, ასახელებს და ამ კოდების ქვეშ იმ ნივთიერებებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყო დემონსტრაციების დაშლის დროს. ოცნებამ რა თქმა უნდა გამოაცხადა BBC fake news-ად. მანამდე, როცა იყო კეზერაშვილზე გამოძიება, რატომღაც BBC ყველაზე კომპეტენტური იყო, თუმცა როცა მათ შეეხო, BBC რატომღაც უცებ გახდა fake news-ი. ეს კიდე გავრცელდა სამწუხაროდ ჩემ კოლეგებსაც უნდა მივმართო ამ მომენტში, რომ თურმე არავის არ მიუმართავს სამეცნიერო დაწესებულებაში მოწამვლის შემთხვევები თურმე არ ყოფილა აღრიცხული, ძალიან სირცხვილია მეგობრებო ეს რაღაცების მტკიცება, უბრალოდ არაკომპეტენტურია, არაემპათიურია და არაეთიკურია, როცა ეს რაღაცებს ვამბობთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად გადავირჩინოთ საკუთარ თავი, იმიჯი რეჟიმის წინაშე. არ შეიძლება
არ ვაყვე პროპაგანდას და შენი პროფესიული ვალი დაივიწყო ამ შემთხვევაში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ ვთქვათ ის, რაც რეალურად ხდებოდა, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ დავდეთ ჰიპოკრატეს ფიცი, რომ ჩვენ დავიცავთ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას მიუხედავად მასი რწმენის, მწამსის, პოლიტიკური შეხედულებისა. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ განსაზღვრეთ რა ხდება ქვეყანაში, რა საშიშროების წინაშე ვდგევართ. ჩვენ გვაქვს ეჭვი და გვჭირდება სწორი და ზუსტი ინფორმაცია იმისათვის, რომ მივიღოთ შესაბამისი პრევენციული ზომები, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ არ მივიღოთ ქრონიკული დაავადებების კასკადი იმ ახალგაზრდებში, რომლებიც იყვნენ დემონსტრაციებზე. გადავიდეთ ახლა უფრო კონკრეტიკაზე. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ იყო გამოყენებული ნივთიერებები. შესაძლოა მიცის, რომ ხვნილს იყენებს და ხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ვახტანგ გომელაურის უნდა ცოდნოდა ხვნილის დანიშნულება. ხვნილის დანიშნულება და ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ხვნილი გადაემოწმებინა. გამოიყენა ესეთი ძალიან ცუდი ფრაზა, რომ თურმე შიშის მინისტრი არ არის ქიმიკოსი და ის ვერ განსაზღვრავდა რა ნივთიერებები იყო და ვინ რა გაურია და რაში გაურია და ამას დაადგენს თურმე გამოძიება, ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება. ანუ ვიღაცა ადამიანებს შეუძლიათ რაღაც ნივთიერებები ერთმანეთში აურიონ, დაგწამლონ, მივიღოთ რაღაცები და არავინ ამაზე პასუხისმგებელი თურმე არ არის. და არავინ ეს არ იცის, რაც კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვს, რომ იყო გამოყენებული ისეთი ტიპის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ იყო გამოყენებული როგორც ქიმიური იარაღი მოსახლეობის წინააღმდეგ. რატო ადარებენო 9 აპრილს? ზუსტად იგივე ხდებოდა 9 აპრილს, მე ვარ მოწმე, ვიყავი ახალგაზრდა ექიმი და ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. დღეს ამბობენ, რომ აი 9 აპრილს მოწამლულების ძალიან დიდი რაოდენობა მოდიოდა კლინიკებში. 9 აპრილის დროს რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენი ხანი გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა და შემდეგ, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული. აქ არ ყოფილა არავითარი მიმართვიანობაც კი. ეს არის ტყუილი. მოდიოდა დაჩეხილი და დასახიჩრებული ადამიანები. იქ არავის არ ეცალა იმისთვის, რომ ვიღაცა მოწამლული იყო, იმდენად მძიმე სხვა შედეგები იყო 9 აპრილს. გავსებული იყო რეანიმაცია დაჩეხილი ადამიანები, არავის არ ეცალა მაშინ მოწამლისთვის. მოწამლის მეორე ტალღა იყო წლის თავზე, როცა აიღეს ყვავილები და ძალიან ბევრი ადამიანი მოიწამლა, ძალიან ბევრი და დღეს არის ტერმინი 9 აპრილს მოწამლული ადამიანები და დადგინდა, რომ მაშინ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ იყო გამოყენებული ქიმიური იარაღი, რომელმაც მაშინ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენ საზოგადოებას. და ამიტომ დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია მთავრობამ გამოიყენოს შენ წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, ეს ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე რუსმა ოკუპანტმა გამოიყენა მაშინ შენ წინააღმდეგ ქიმიური იარაღი. ამიტომ ფედერალისტები ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან და პარტიებთან ერთად. დღევანდელი რეჟიმი, რომელიც თურმე რაღაცას იძიებს, დღეს შეუძლია გამოიძიოს საკუთარი დანაშაული. ეს არის რა თქმა უნდა ტყუილი და რაც არ უნდა დადოს დღეს რეჟიმმა გამოძიების თვალსაზრისით, ის არ იქნება ჩვენთვის რელევანტური. ჩვენ გამოვაცხადეთ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე ცხელი ხაზი, სადაც ადამიანები ჩვენ გვაწვდიან ისტორიებს თავისას, ან დარბევის დროს რა მოუვიდათ. დღეს რა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რა ნივთიერებებზეა საუბარი, რა ზიანი მოაქვს ამ ნივთიერებებს, რა რისკები აქვს ამ ნივთიერებების გამოყენებას. ერთია ნივთიერება UN 1710, რომელიც არის ტრიქლორეთილენი. ამ კოდის ქვეშ არ არის დიდი კოლგა, ანუ ეს კოდი არის ამ ნივთიერების და შესაბამისად ეს არის გამხსნელი, გარკვეული ორგანული ნივთიერებების. ნამდვილად არ იხსნება წყალში. დღეს ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებდა, რომ თურმე წყალში არ იხსნება. ვიცით, რომ წყალში არ იხსნება, ბატონო მინისტრო, ძალიან კარგად. თუ არ იხსნება, ბევრად უფრო უარესია და ამაზე მე მოგახსენე. მეორე კოდი არის 34-39. ამ კოდის ქვეშ არის ბევრი ნივთიერება. ანუ კოლგა, რაზეც აპელირებს დღეს რეჟიმი, რომ ეს კოლგაა და ძალიან ბევრი ნივთიერებები. ახლა BBC რატომ მივიდა ამ დასკვნამდე? იმიტომ რომ ამ კოლგის ქვეშ ყველა
ნივთიერება არის ტოქსიური და მისი გამოყენება ზოგ შემთხვევაში დაშვებულია, ზოგში აკრძალული. მაგალითად, დაშვებულია ვენახის მოსაწამლად, დაშვებულია ლითონის გასაწმენდად და ასე შემდეგ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ კოდის ქვეშ არის ლაკრიმატი, რომელიც კონვენციით არის აკრძალული და ამ კოდის ქვეშ არის ეგრეთ წოდებული გამიტი. სხვა იქ ლაკრიმატი არ არის. ანუ შემცადენი გაზი, რომელსაც თავრობები იყენებდნენ 30-დან 60-იან წლებში, სხვა მაშინ არ იყო და აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერებები ძალიან მავნეა თურმე. და ამიტომ აკრძალა კონვენციამ ამათი გამოყენება. იმიტომ რომ ამ ნივთიერებას აქვს გახანგრძლივებული ეფექტი. ეს არის აქ ყველაზე მთავარი. რატო გამოიყენეს ესეთი კომბინაცია? თეორიულად თუ გამოიყენეს პირველი კოდის ქვეშ ნივთიერება არის გამხსნელი, რომელიც არ იხსნება წყალში და მისი ჭალში შერევის შემთხვევაში ის იფრქვევა როგორც წვეთები, ანუ ემულსიის სახით, ხდება კანზე და აძლიერებს კანში აბსორბციას, ანუ შეწოვადობას. თუ ჩვენ ამას დავუმატებთ ბრომბენზილის ციანიდს, რომელიც ასევე არ იხსნება წყალში, ესიც კარგად ვიცით, რაც კიდევ უფრო უარესია, რომ წყალში არ იხსნება, ის ასევე უკვე მყარი ნაწილაკების სახით, როცა გაფრქვევა მისი ხდება ადამიანის სასუნთქებში, კანზე და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ჩვენ ამას შევურევთ წყლის ჭალში, რომელიც არა წვიმის სახით, არამედ წნევით იქნება გაფრქვეული, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ კომბინაციას. წყლის ჭავლი აძლიერებს აბსორბციას, ნივთიერების შეწოვადობას, ტრიქლორეტილენი ხდება კანზე და შემდგომ ხელს უწყობს ბრომბენზილ ციანიდის შეწოვას ორგანიზმში. ანუ წყლის ჭავლის წნევით გამოყენება და მასში შერევა ქიმიური ნივთიერების არ აქვს მნიშვნელობა, აძლიერებს მის შეღწევადობას ორგანიზმში. ეს არის ყველაზე მთავარი აქ და ყველაზე მძიმე ამ ამბავში. და ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი ნიშანი გვაქვს ჩვენ. ეს არის გაურკვეველი ფერის წყალი, რომლის დროსაც იფრქვეოდა ეს ყველაფერი. ეს არის ქაფიანი წყალი, რომელიც ასევე მეტყველებს, რომ რაღაცა ნივთიერება იყო. თუმცა რა თუნდა ადასტურებენ, რომ რაღაცა ნივთიერება იყო გარეული. ამის უკვე მტკიცება, რომ არ იყო გარეული, ამაზე ლაპარაკი არ არის. ავიღოთ ცალკეული ნივთიერება, რას იწვევს და რა გართულებები შეიძლება მოხდეს. ყველაზე მძიმე, რაც არის ციანიდისთვის, ამ ციანიდისთვის დამახასიათებელი, რომ ის მოქმედებს უჯრედოვან დონეზე და ამცირებს ჟანგბადის გამოყოფას ორგანიზმში. ან უჯრედის დონეზე მოქმედებს, ან ციტოგენური კომპონენტია და მოქმედებს, გამოვიყენებ ტერმინებსაც, ახლა მიტოქონდრია ყველას გაუგია. ანუ მიტოქონდრულ სუნთქვას ბლოკავს. აზიანებს ციტოქრომ ოქსიდაზურ სისტემას. ბევრ ტერმინს ვიყენებ, მაგრამ ალბათ ექიმებიც უსმენენ. მე კოლეგებისთვისაც ვამბობ ამას ყველაფერს და არა მარტო მოსახლეობისთვის. კანიდან, თვალიდან და სასუნთქი გზებიდან ძალიან სწრაფად შეიწოვება და ამას ხელს უწყობს ტრიქლორეთილენი, რომელიც მოხვედრილია კანზე და შესაბამისად აძლიერებს მის შეწოვას კიდევ უფრო მეტად. ეხლა ტრიქლორეთილენი, ცალკე რო ავიღოთ. ძლიერი ნეიროტოქსინი, კანიდან და ინჰალაციად სწრაფად აბსორბირდება და გრძელვადიანად აზიანებს ადამიანის ორგანიზმს, რაც ყველაზე ცუდია, აზიანებს ტვინის თეთრ ნივთიერებას, დემიელინიზაციას იწვევს, ასევე აზიანებს ღვიძლს და თირკმელს. ანუ არის ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური. კომბინაციის რისკი: მწვავე გიპოქსია, ნეიროტოქსიური დაზიანება, ღვიძლის თირკმლის ტოქსიური დაზიანება. მე არავინ არ მინდა შევაშინო, მაგრამ ვინც მიიღო ძიმე ექსპოზიცია.
ანუ ძიმე ადგილებში იყო, სადაც იყო ძალიან დიდი გავრცელება, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის საფრთხის ქვეშ. უბრალოდ დარწმუნდეთ, რომ ჩვენ არ აგვაქვს ისეთი დაზიანება, რომელიც მძიმეა და გადაიზრდება რამე ქრონიკულ დაავადებას. ამიტომ ვითხოვთ ზუსტად საერთაშორისო გამოძიებას ფედერალისტები და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები და პარტნიორები იმისთვის, რომ დადგინდეს, რა დაზიანებები მიიღო, რა მასშტაბის იყო ეს დაზიანებები, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული. იყო თუ არა ეს ქიმიური იარაღის ტოლფასი დაზიანება მოსახლეობის და რა შედეგი გვექნება 5-10 წლის შემდეგ. ჯანმრთელობის შედეგები მოკლე ვადებში ეს არის სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, ქიმიური დამწვრობა თვალებზე, პანიკური რეაქცია და დეზორიენტაცია, მკვეთრი თავის ტკივილი, გულის რითმის დარღვევა, გონების დაკარგვის რისკი. ეს ჩვენ ყველაფერი დავინახეთ დარბევების დროს. ეს ყველაფერი იყო. საშუალო ვადებში დღეები, კვირები. ტოქსიკური ბრონქიტები, გაურკვეველი სიზღლდენა, გამოშრობა, ფილტვების ანთებები, პერიოდულად ნერვული სისტემის გაღიზიანება, ძილის დარღვევა, შფოთვის გაძლიერება, ძელვადიანი შედეგები. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს PTSD, რომელსაც აქვს პანიკური შეტევები, რომელსაც აქვს შფოთვითი აშლილობა, რომელსაც აქვს ხანგრძლივი უძილობა, კოგნიტიური დეფიციტი. და თუ ჩვენ ჩავატარებთ კვლევებს, გავიგებთ რა ორგანული დაზიანებები მოყვა ამას ყველაფერს. ეხლა მე მინდა რამოდენიმე ისტორიაც წაგიკითხოთ ადამიანების, რომლებიც დაზიანდნენ ამ პერიოდში, რომელიც მოვიდა ჩვენ ცევალ ხაზზე და რომელიც არის ამის დადასტურება, რაც მე აქამდე ვისაუბრე. მახველებს ყოველ დღეს სპაზმურად, მე სიგარეტს თავი დავანები, ხან მეგონა რომ სიგარეტის ბრალი იყო, მაგრამ ხან ალერგიას დავაბრალე, გავესინჯე, მივედი პულმონოლოგთან, არაფერი არ მაქვს. ერთი წელია ესე გრძელდება. მანამდე ასეთი არ მქონია. ამ წუთას ექიმები ვერაფერს ვერ მეუბნებიან. ყოველდღე ვიყავი აქციებზე 28-დან. ყველაზე მძიმე თუ არ ვცდები პირველი რო თენდებოდა. ვერ ვიკეთებდი პირბადეს და ნიღაბს. ერთ-ერთი დღე იყო გამორჩეული წვა. აერიც იყო ყვითელი, 10 წიწაკის სპრეი, ო რაღაცა ახალი შეგრძნება, 8 კვირა გამიგრძელდა სიმპტომები, სპაზმი, გულის რევა, სიმშრალე, სასუნთქ ორგანოებს საჭმელს ვერ ვჭამდი, თებერვალში დავიწყე ჭამა. ზურგის და კისრის ტკივილი, მხედველობა დამკვიდრდა და გაზაფხულზე აღმიდგა. კაპილარების მუდმივი გაწყვეტა, თავის ტკივილი, საჩინელი ხველა, ასე იყო ჩემს გარშემო. ხალბატონი 51 წლის დარბევაში მოხვდი, ტახიკარდია დამიწყო, საშინელი, რომელიც მანამდე არ მქონდა, სადღაც 3 თვე მინიმუმ გაგრძელდა. კარდიოგრამა გადავიღეთ, სრულება კარდიოგრამაზე არ იყო. მერე ნევროზის და ასაკს ვაბრალებ. Facebook სტატუსი დავწერე და ბევრი მიწერდა იგივე სიმპტომები მაქვს. შემდეგი ისტორია. ყველაფრიდან წყალი მომდიოდა, თვალებიდან, ცხვირიდან, ჩახეხილი ყელი, რამდენი დღე გაგრძელდა. მესამე დღეს უკვე დაიწყო შემცირება. მომდევნო დღეების განმავლობაში 5-6 დღე რუსთაველზე აღარ იყო თითქოს არაფერი და მეც გამიარა და მე იქ როცა გავდიოდი, იგივე სიმპტომები მეწყებოდა. და ესეთი ისტორია არის ძალიან ბევრი. და არის ბევრად უფრო მძიმე ისტორიები, უბრალოდ ეხლა აღარ მინდა დაგამძიმოთ ამით. ძალიან ბევრია ესეთი ისტორიები და კიდე ერთი მომენტი, რაზეც აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ რატომღაც ამ BBC-ს გამოძიებაში ყველა მარტო გაზზე საუბრობს. თუმცა ძალიან მძიმე კადრებით იწყება ეს BBC-ს გამოძიება, როცა ადამიანებს უბრალოდ ასახიჩრებდნენ და უმოწყალოდ ცემდნენ და ის კადრები, რომელიც ყველა შეესწრა ამ ქვეყანაში, ერთ-ერთი ახალგაზრდის, რომელსაც წორლიარეს ვიღარ უტყამენ თავში, რატო ამაზეც არ ვსაუბრობ. ამას არ აქვს ძელი შედეგები ამ ახალგაზრდის ჯანმრთელობაზე, ეს არ არის ტრავმა, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაყვება. ეს ხო მთელმა საქართველომ ნახა. 500 ადამიანი დასახიჩრდა უბრალოდ და საშინელება მოუვიდათ და ამას დაემატა კიდე ქიმიური იარაღი, თურმე წამლავდნენ კიდევ. და ეს ისტორიები ამაზე მეტყველებს, რომ ნამდვილად იყო და არც თვითონ უარყოფენ. თქვან რა ნივთიერება იყოს. ამის გამოძიება, საერთაშორისო გამოძიება აუცილებლად დაადგენს, არ არსებობს ეს მაინც არ დაიმალება. ამიტომ ჩვენ ფედერალისტები
ვაგროვებ მონაცემებს, უამრავი ადამიანი წერს, უამრავი ადამიანის ისტორია, დგება სტრუქტურირებული კითხვა არის, სადაც ყველა სიმპტომი აღიწერება. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის და ყველა ჩვენ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენ მეგობრებს მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ შევაგროვებთ, იმისთვის, რომ აუცილებლად მოხდეს საერთაშორისო გამოძიება ამ ფაქტების და მოხდეს დამნაშავეების დასჯა. არ შეიძლება ესეთი დანაშაულები იყოს დაუსჯელი ამ ქვეყანაში. ყველა ის მოვლენა, რომელიც დღეს ხდება, განცხადებები, ისტორიები, BBC-ს გამოძიება საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ამ ქვეყანაში იყო გამოყენებული ქიმიური იარაღი ადამიანების წინააღმდეგ. ხვალ ფედერალისტები და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები 19 საათზე ფილარმონიისთან შევიკრიბებით და მარშით მივალთ პარლამენტთან, რომ მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება. გეოდებით ყველას 19 საათზე ფილარმონიასთან, სადაც მარშით მივალთ პარლამენტთან და მოვითხოვთ, რომ გადადგეს რეჟიმი და ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება.